ოკეი, ჩაწერას გავუშვით. მოკლედ, მეგობრებო, უკვე დავიწყეთ ასე ვთქვათ ახალი ეტაპი, ახალი მოდული ჩვენი კურსის და კონკრეტულად უკვე ამ მოდულში JavaScript-ის შემდეგ გადავდივართ front-end basics-ზე. საკმაოდ საინტერესო ნაწილი არის, მინდა გითხრათ, საკმაოდ ბევრ საინტერესო რამის გაიგებთ და ასევე რაც თავარია ამ ყველაფერს უკვე დაინახავთ ვიზუალურად, საიტებს ავაწყობთ და ხო, თქვენ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ. ხო, ეს შეიძლება სადღაც დაახლოებით, კიდევ ვფიქრობ, რამე თემა დავამატო თუ არა, თუმცა დაახლოებით 8 კვირა იქნება და ამ ჩვენი კურსის, ანუ ამ კონკრეტულად ამ მოდულის განმავლობაში გავივლით HTML, CSS და ასევე JavaScript-ს ამ HTML, CSS-თან ერთად. ხო, ჩვენ ამ მოდულს ქვია, როგორც ხედავთ თქვენ სლაიდზე, front-end basics-ი და ზოგადად ახლა რას მოიცავს? ან ზოგადად front-end-ი რა არის? ამაზე შემოგვიყვანა რაღაც სლაიდები მომეყვანა, თუმცა არ მინდოდა დროის დაკარგვა, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი რაღაც არის. front-end-ი ძალიან მარტივად გეტყვით, რომ არის საიტის ის ნაწილი, რომელსაც თქვენ უშუალოდ როდესაც საიტზე შედიხართ, რასაც ხედავთ, რაც არის ხილული უშუალოდ თქვენს მიერ, ეს არის საიტის front-end ნაწილი. ეს ვიზუალური ელემენტები, ფერებია და ასე შემდეგ. და სწორედ ამ ნაწილის აწყობას ვისწავლით ჩვენ ამ მოდულში. მაგრამ ახლა საინტერესო არის თუ კონკრეტულად რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ საიტის ამ ნაწილის აწყობა შევძლოთ ესე რა ვთქვათ. ამიტომ გეტყვით, რომ ჩვენ ამ მოდულში ძირითადად შევეხებით JavaScript-ი იქნება უფრო მერე, თუმცა ახალი რაც იქნება ჩვენ შემთხვევაში ეს არის HTML-ი და CSS. ახლა რა არის ეს, მოდი მარტივად განვიხილოთ. პირველ რიგში გეტყვით აქედანვე, რომ HTML, CSS-ი პროგრამირების ენა არ გახლავთ, არ ეძახიან პროგრამირების ენას და გავიგებ თუ რატო არის ესე. თუმცა ახლა გავშალოთ უფრო ეს HTML-ი არის, რა თქმა უნდა, აბრევიატურა და სლაიდზეც მიწერია, რომ ეს რომ გავშალოთ და უფრო ვრცლად რო ვთქვათ, არის Hypertext Markup Language. კონკრეტულად ეს არის ის ენა, რითაც იწყობა საიტები და საიტზე ის ვიზუალური ელემენტები, რასაც თქვენ უყურებთ, არის HTML-ის მიერ უშუალოდ დაწყობილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროგრამირების ენა ეს არ არის. ახლა რა არის CSS? CSS-ი უკვე არის ის ელემენტები, რაც არის ვიზუალური. HTML შეუძლია მხოლოდ ამის ჩონჩხი აწყოს, ყველანაირი დიზაინის, ფერების, ფორმის და ასე შემდეგ ამ ყველაფრის გარეშე და ამას ნახავს როგორ ხდება და CSS-ი არის უკვე იმისათვის, Cascading Style-შიც ესე ქვია ვრცლად, არის იმისათვის, რომ უკვე ჩვენ HTML-ის ელემენტებს, რაც იქნება ჩონჩხი, მივცეთ სტილები და უფრო ლამაზი გავხადოთ ჩვენი საიტი. და JavaScript-ი უკვე ამ ყველაფერში ჩაერთვება როგორც ფუნქციონალის მიმცემი ჩვენ საიტზე. საიტზე რომ შედიხართ რა, რაღაცებს რომ აკეთებთ, რაღაც ხილაკს რო ვაჭერთ და რაღაც რო ხდება ან ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის JavaScript-ის წყალობით. ეს სამი ერთად რო წარმოვიდგინოთ, როგორ მუშაობს, ამისთვის სხვადასხვა მაგალითები არის ხოლმე მოყვანილი და მაგალითად ერთ-ერთი ესეთი კაი მაგალითია რო ავიღოთ, რომ HTML-ი არის, ესე იგი, ჩვენი მანქანის მაგალითი რო ავიღოთ. რაღაცა დიზაინი, მანქანის ჩონჩხი, ესე რომ ვთქვათ, ყველანაირი ფერების და რაღაც სხვადასხვა დიზაინის გარეშე. CSS-ი უკვე არის, რომ ამ მანქანას ვაძლევთ ფერს და ასე შემდეგ, უფრო რომ ვიზუალურად უფრო მიმზიდველი გავხადოთ და JavaScript-ი წარმოვიდგინოთ, რომ არის ამ მანქანის ძრავი, რაც ამ მანქანას ამოძრავებს და ფუნქციას ძენს, ესე რომ ვთქვათ. ხო, ეს არის და ეს ასევე კარგი მაგალითი შეიძლება ავიღოთ სახლის მაგალითი, რაღაც მაგალითად HTML-ი წარმოვიდგინოთ, რომ არის რაღაცა შავი კარკასი, ესე რომ ვთქვათ. ხო, არნაირი დიზაინით და ასე შემდეგ. CSS-ი არის უკვე რომ ამ ყველაფერს მივცეთ დიზაინი, რაღაც ფანჯრები ჩავსვათ, კარები და რემონტი და ასე შემდეგ, როგორც არის, ხო? რეალობაში და JavaScript-ი შეგვიძლია რომ ავიღოთ მაგალითად შუქის ჩამრთველი რომ არის, ხო, სახში უკვე რაღაც ფუნქციონალს ძენს ჩვენ სახს, ესე რომ ვთქვათ რა. ეს არის ამის ცხოვრებისეული მაგალითი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ამ დეტალებში შევალთ და უკვე რეალობაში მართლა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, მაგას ნახავთ. მინდა რომ ჩვენი დღევანდელი ლექცია დიდი შესავლის გარეშე პირდაპირ დავიწყოთ HTML-ით უკვე.
და ვნახოთ, როგორ გამოიყურება HTML-ი, რა არის, როგორ წერთ და რას აკეთებს ზოგადად. ხო? ამიტომ მოდი გადავიდეთ და მე თქვენ განახებთ ესეთ HTML-ის კოდს. სანამ ამ კოდზე გადავალ უშუალოდ და ამ კოდის განხილვაზე, აქედან მინდა გითხრათ ის, რომ HTML არის საკმაოდ მარტივი რაღაც, ანუ აქედან ვიცოდეთ ეგ, ამის დასამუღამებლად შეიძლება დაგჭირდეთ ერთი კვირა და მეტი არც, რომ თქვათ, რომ HTML-ი უკვე ვიცით, რაღაც basic დონეზე მაინც. არის ხოლმე რაღაც ადგილები, სადაც რავი, ამას წელავენ და ასწავლიან ხოლმე, შეიძლება ერთი თვე ასე შემდეგ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ერთი კვირა სრულიად საკმარისი არის იმისათვის, რომ HTML-ი ისწავლოთ. ეხლა შეიძლება გაიკვირდეთ, იმიტომ რომ თქვა JavaScript-ზე 12 კვირა იყო საჭირო ან ასე შემდეგ და HTML-ი ერთ კვირაში როგორ თან ამ კოდს რაც რო უყურებთ, შეიძლება გაუგებარია ბევრი რამე თუ აქამდე არ შეხებიხართ, მაგრამ ამას მალევე ჩავშლით და მარტივად მიხვდებით, რომ ხო აქ სირთულე არაფერი არ არის რეალურად. ეს არის როგორც გითხარით HTML-ის კოდი, საწყისი კოდი, აი როგორც JavaScript-ში იყო hello world-ით რო ვიწყებდით, აი ესეა HTML-ში, აი ეს კოდი, რასაც ჩვენ უყურებთ რა. და რა არის ეს? ხა მოდი განვიხილოთ და ჩავუყვეთ. პირველ რიგში ვიტყვი მას, რომ HTML-ი მთლიანად თავი ბოლო რაც არის HTML-ის არის ის, რომ შედგება თეგებისგან. ანუ აი თეგები არის HTML-ის 99% ალბათ და ანუ ამ თეგებში მოცემული კონტენტი და ასე შემდეგ. მაგრამ ეხა ვნახოთ, ანუ თეგი რა არის ზოგადად და როგორ უნდა ამოვიცნოთ ასე რომ თქვა თეგები. პირველი რაც წერია არის ესეთი რაღაც doctype HTML. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იწერება HTML-ის ფაილში, როგორც JavaScript-ი იწერებოდა წერტილი.js, ასე არის აქ წერტილი.html. და პირველივე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, doctype HTML-ი, რაც ჩანს აქ, ეს არის თეგი. როგორ მიხვდეთ, რომ თეგი არის? ყველა თეგი HTML-ში იწერება ესე. აქვს ნაკლებობის ნიშანი, მეტობის ნიშანი და შიგნით წერია თეგის სახე. ხო, ეს doctype HTML-ი იდეაში HTML-ის უთავში იწერება და ამას მე ჯერ არ შეხვდებით და ეს არის ძალიან მარტივად რომ გითხრათ არის ის, რომ უბრალოდ ამით ჩვენ ფაილს ვეუბნებით იმას, რომ HTML-ი უნდა აღიქვას. და ამას რო წერთ უკვე ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ფაილი HTML-ს აღიქვამს. შემდეგი ასევე არის HTML-ის თეგი. უკვე ეს თეგი არის ყველაზე მშობელი თეგი, ანუ ყველა ჩვენი HTML-ის კოდი, რასაც დავწერთ, ამ თეგში წავა, ამის გარეთ არაფერი არ იქნება. ამ doctype HTML-ის გარეთ. და აი ხა როგორც ხედავთ, HTML-ის თეგი წერია აქ. ნაკლებობა მეტობა, რაც თქვით, ხო, რომ თეგი ესე იწერება, მაგრამ შემოდის პატარა ახალი ელემენტი, ეს არის და ესეთი რაღაც, რომ lang უდრის n-ს. ეხა ეს რა არის? HTML-ს კი არა, ზოგადად თეგებს გააჩნიათ ყოველს ატრიბუტები და ის უფრო დამატებით ინფორმაციას იძლევა და დამატებით კონფიგურაციას იძლევა კონკრეტულად ამ თეგზე და ზოგადად HTML-ზე. ამ შემთხვევაში სანამ ატრიბუტზე გადავალ, მოდი ამას გეტყვით, რომ თეგი არსებობს ზოგადად ორნაირი ხოლმე. ეს არის თვითდახურვადი თეგი და არა თვითდახურვადი თეგი. ამ შემთხვევაში HTML-ი თვითდახურვადი თეგი არ არის, იმიტომ რომ ხსნით აი აქ როგორც ხედავთ და იხურება სულ ბოლოში. თვითდახურვადი როგორია მაგას ვნახავთ. თუმცა თუ გამხსნელი თეგს ცალკე ვწერთ და დამხურავ თეგს ცალკე ვწერთ, ეს თვითდახურვადი არ არის. ხო. ეხლა რაც შეეხება ამ ატრიბუტს. იდეაში HTML-ში ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მიხვდეთ ხოლმე ინტუიტიურად. რა არის და რატო არის. აი lang უდრის n-ს ეს შეიძლება მიხვდით კიდევაც უკვე რა არის ის, რომ ამით ვეუბნებით, რომ ჩვენი საიტი აწყობილი არის ინგლისურ ენაზე. ანუ ბრაუზერში ამ HTML-ს რო გავუშვებთ, ხო? ამით ბრაუზერი მიხვდება, რომ ეს საიტი არის აწყობილი ინგლისურ ენაზე. თუ მე ჩემს საიტს ქართულად ვაწყობ, შემიძლია აქ კადავწერო უბრალოდ და ეგ იქნება. ხო, ეს არის HTML თეგი, ბევრი არაფერი. და ყოველთვის HTML თეგი იყოფა ორ ნაწილად. ეს არის head-ი და ეს არის body. body-ზე გეტყვით, რომ body-ში იწერება ის, რაც უნდა გამოჩნდეს შემდეგ საიტზე უკვე. და head-ში იწერება დამატებითი კონფიგურაცია ამ საიტის, რაც არ ჩანს უბრალოდ აი კონფიგურაციას უწერთ რაღაცეებში და ეხლა ვნახავთ აი ამ შემთხვევაში ეს რა კონფიგურაციები წერია აქ. ხო.
პირველი არის head-ში meta tag-ი. აი meta tag-ს უკვე თუ დააკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის თვითდახურვადი tag-ი. იმიტომ რომ meta ცალკე არსად არ იხურება, ხო? აქ წერია და მორჩა. ანუ დამხურავი tag-ი არ არის, ხო? კიდე ერთ გეტყვით, რომ გამხსნელი tag-ი თუ იწერება ჩვეულებრივად აი ესე როგორც წერია head-ი, დამხურავი ყოველთვის იწერება იგივე უბრალოდ tag-ის სახელის წინ გვაქვს დახრილი ხაზი. ეს არის ამას შორის მარტო განსხვავება. meta text-ზე ეგეთი რამე არ აქვს. meta text ცალკე დამხურავი tag-ი არ აქვს. ამიტომ ამას ვეძახით ინგლისურად რო ვთქვათ self closing, ანუ თვით დახურვად tag-ებს და ამ შემთხვევაში meta tag-ი რა არის? meta tag-ი უბრალოდ meta text კიდე აქვს ცალკე, რას ვთქვით, ანუ ატრიბუტი და აქ წერია ეგეთი რამე char-set-ი უდრის UTF-8-ს. char-set-ი არის ყველა იმ სიმბოლოების ერთობლიობა, რაც გვინდა რომ ჩვენმა საიტმა აღიქვას და UTF-8 არის იდეაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი char-set-ი, სადაც ყველა ქარაქტერი შედის აბსოლუტურად რაც შეიძლება რომ გჭირდებოდეს. და ამას რო უწერთ, ანუ ადრე იყო ესე რომ ეს რო არ დავეწერა, შეიძლება და რაღაც აი ასობგერებს რო დავწერდით კვადრატულად გამოეტანა საიტზე, მაგრამ ეხა ესე აღარც არის, მაგრამ მაინც ჯობია რომ დავწეროთ ხოლმე რა. და ეს char-set-ი მაგას ნიშნავს. შემდეგი meta tag-ი მარტივად რო გითხრათ, ანუ ამას უკვე ნახეთ ორი ატრიბუტი გადაეწოდება, ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ text გადავაწოდოთ არა ერთი, არამედ ორი ან უფრო მეტი ატრიბუტი. ამ შემთხვევაში ამას გადაეწოდება ორი ატრიბუტი და ძალიან რო აღარ ჩავშალოთ, ეს არის ის, რომ ჩვენმა საიტმა მიიღოს ის ზომა ავტომატურად, რამხელაც არის ჩვენი ეკრანი. ხო, საიდანაც ამ საიტს ვხსნით. ეს არის ამ meta tag-ის დანიშნულება. შემდეგი meta tag-ი აქ ზედმეტი არის, ეს არ გვჭირდება და ეხა არ გვინდა. და შემდეგი არის title. title უკვე როგორც ხედავთ, თვითდახურვადი tag-ი არ არის. და ამ tag-ში იწერება რა ნახეთ, საიტს რომ გავხსნით, ხო, აი ეს რომ ნახოთ, აი ტაბი რო არის ზემოთ. აი აქ რა სახელიც არის, ხო, რეალურად აი მაგას ვწერთ title-ში და ეგ სახელი გამოჩნდება აქ. ეს არის ჩვენი HTML-ის ჩონჩხი. ეხლა რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ გადავალთ, ან VS Code-ში დავსტარტავთ პროექტს და HTML-ს ნახავთ როგორ გამოიყურება უკვე პრაქტიკაში თვითონ. ხო, ეს ბოლო ძალიან მოკლე მონახაზი მოგეცით და მოდი სანამ გადავალთ, თუ გაქვთ ამაზე რაიმე შეკითხვა ზოგადად, მკითხეთ, ბარემ თუ არა და შეგვიძლია რომ უკვე გადავიდეთ ნელ-ნელა VS Code-ში. Okay. შეკითხვები არ არის. ხო, ანუ როცა არ უნდა გქონდეთ შეკითხვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამაჩეროთ და მკითხოთ, მოკლედ ეგ პრობლემა არ არის არანაირად. პირიქით. Okay, მოდით ახლა გადავიდეთ და შეიძლება რაღაცები მაინც გაუგებარი იყოს, თუმცა როცა უკვე ამას ნახოთ ვიზუალიზაციაში, მარტივად მიხვდებით ყველაფერს. კარგით. ხო, მოდი ახალი ფოლდერი შევქმნათ და რავი, შეგვიძლია დავარქვათ, რაც გვინდა მაგალითად იყოს ესეთი რაღაც. მოგწამით rename და იყოს მოგწამით first project. სიტყვაზე არაფერი არ გვინდა. სხვა სახელი მოფიქრება და okay. გავხსენით ფოლდერი VS Code-ში და ახლა გვინდა რომ შევქმნათ HTML-ის ფაილი, რა თქმა უნდა. HTML-ის ფაილი ყველას, რა თქმა უნდა, მქონდეს წერტილი HTML გაფართოება, თუმცა რაც შეეხება სახელს, სასურველია არა, უფრო ვიტყოდი რომ აუცილებელი არის. აი საწყისი HTML მე ჩვენ გადავალთ უკვე რამდენიმე page-იან, რა თქმა უნდა, აპლიკაციების გაკეთებაზე. და აი ვებსაიტს რომ გახსნით და პირველი page-ი რაც იხსნება, ხო? სასურველია რომ მაგას ერქვას index.html ხოლმე, mag page. ჩვენ ახლა ჯერჯერობით ხოლმე ერთი page გვექნება, იმას დავარქმევთ index.html-ს აი ეს. ხო? ყოველთვის სახელი ესე დავარქვათ ხოლმე ჩვენ HTML-ის ფაილს. Okay, ეხა ის ჩონჩხი რაც ეგან დავწერე, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი რომ ზეპირად ვიცოდეთ და ყოველთვის თავიდან წეროთ ხოლმე. უბრალოდ აი ძახილით ნიშანს რომ დაწერთ, აქ ამოგიგდებთ ორ suggestions და აი პირველი ერთი ძახილის ნიშანი სადაც წერია, მაგას რო დავაჭერთ, აი ეს ჩონჩხი ავტომატურად გაჩნდება აქ, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ. ხო? გამარჯობა. კოდი არ ჩანს? Okay. Okay, but ორი წამით გავადიდებ ეხავე აქ zoom-ის ფუნქცია ამას გამორთული მოგცდი.
აი ესე მოჩანდეს ახლა. ესე უფრო კარგია, ცოტა ხوار გავდიდოთ კიდე. ეგარი ხო? ოკეი. კი ბატონო. ოკეი, HTML-ი დავსტარდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, აი აქამდე ჩვენ რო JavaScript-ს წერდით, მარტო კოდს რო უყურებდით და რაღაც ეხა უფრო დავინახავთ შედეგს, როცა საიტებს ავაწყობთ და ესეც რა კოდი ჩვენ გვიწერია, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი საიტი, რომელიც უნდა უბრალოდ გავხსნათ. ეს რომ გავაკეთოთ, ხო? უნდა ვქნათ ეგეთი რაღაც, ნახეთ. შეგვიძლია რომ შევიდეთ, აი ეს HTML-ს რო დავაკლიკებ, გაიხსნება საიტი. ეს არის ჩემი საიტი, სადაც რა თქმა უნდა არაფერი არ მიწერია და არის რაღაც სარეელი თეთრი page, ხო? მოდი ცოტა ისე ვქნათ, რომ მარჯვნივ გადავწიოთ ეს და ეს რატომღაც არ შეიძლება თავისით, მოდი ესე ვქნათ. და ჩვენ გვინდა ასევე მოდი წამით VS Code-ის აი ეს პროექტი და ესეც მოდი მარცხნივ გადმოვწიოთ და ესე ორივეს რო უყუროთ რა. ანუ რეალურად ეს რაც მიწერია ამის შედეგი არის მარჯვნივ, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე არაფერი არ მაქვს, როგორც გითხარით, საიტზე ჩდება ის, რასაც წერთ ბადიში. ბადიში მე არაფერი არ მიწერია, აქედან გამომდინარე, ჩემი საიტი არის სრულიად ცარიელი, ანუ თეთრი ფურცელებით არის. მაგრამ აი აქ რა წერია დოკუმენტი, ნახეთ, როგორც გითხარით, ტაბში ზემოთ ეს ათაული უწერია. მე რო დავაწერო ამას მაგალითად სიტყვაზე algouni პირობითად, რო დავასევო, ნახეთ, აქ ერთი დეტალია, რომ ეგრევე არის ახება რამეს რო შევცვლით, ხო? უნდა დავარეფრეშოთ და მე აისახება. ხო, ეხლა ამას რაც შეეხება, ეს გაუკვირია, რა თქმა უნდა, დისკომფორტი იქნება, იმიტომ რომ როცა მე საიტის აწყობას დავიწყებ, რაღაცებს რო შევცვლი, რო დავასეივებ, მე კიდე უნდა დავარეფრეშო აქეთ და ანუ შეიძლება რომ რაღაც ხო დისკომფორტი იყოს მუშაობის პროცესში, თუმცა რა თქმა უნდა, ამის გადაჭრა შეგვიძლია. მოდი კითხავთ, ზოგადად VS Code-ის extension-ებთან თუ ქონიათ აქამდე შეხება რამე თვითონ ლექციებზე. ანუ extension-ები რაც არის აქ თუ გამოგიყენებიათ რომელიმე. ოკეი, მოდი მაშინ ავხსნათ ზოგადად ძალიან მარტივად რა არის extension-ები. Extension-ები არის დამატებითი პროგრამები, რომელიც შეგვიძლია რომ VS Code-შივე ჩავიწეროთ, რომელიც ამარტივებს მხოლოდ არის იმისათვის, რომ გაამარტივოს ჩვენი მუშაობის პროცესი. ეს არის და ეს. ძალიან ბევრი extension-ი არსებობს 100,000-ობით ალბათ. თუმცა ეხლა ჩვენ რაც დაგვჭირდება არის ესეთი extension-ი, აი მარცხნივ, ნახეთ, ესეთი აიკონი უნდა ქონდეს, ამას რო დააჭერთ, არის ძალიან ბევრი, ხო? და ეხლა აქ მიჩვენებს, რომელიც მაქვს მე ჩაწერილი. თუმცა ჩვენ რომელიც გვინდა, ქვია ესეთი live server-ი, ესეთი extension-ი ქვია. და ნახეთ, ამას რო გავხსნით ძალიან მარტივად, შეგვიძლია რომ დავაინსტალიროთ და ნახოთ ეხლა რას იწევს ეს live server-ის extension-ი. ცოტა ხანი დავალოდოთ, აი ნახეთ, ქვემოთ გაჩნდა ესეთი ღილაკი და თქვენთანაც ესე იქნება აუცილებლად go live. და იმის ნაცვლად დაიწერა როგორც მე გავხსენი საიტი, თუ იზავთ ესე რომ go live-ს დავაწვევით, ნახეთ, ესეც გაიხსნება ახალი საიტი, მაგრამ ეს უკვე გაიხსნა ისე რომ რეალურად შეგვიძლია რომ live რეჟიმში განვაახლოთ ჩვენი HTML-ი. ნახეთ, ისევ რომ დოკუმენტი დავაბრუნო, თუ დააკვირდებით აქ ეხლა რომ დავასეივო, ნახეთ, ეგრევე შეეცვალა სათაური. ანუ აღარ მჭირდება რომ აქეთ ცალკე დავარეფრეშო, რაც ბევრად კარგი არის და ხო, ანუ რაღაც დისკომფორტს აღარ შემიქმნის ესე ვთქვათ. ამიტომ აუცილებლად ჩაიწერეთ ეს extension-ი, იმიტომ რომ გაგიმარტივებს ძალიან ყველაფერს. რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი extension-ი არსებობს და გზადაგზა კიდევ უფრო ბევრს ვისწავლით ჩვენ. თუმცა ხო, ეხლა ჯერჯერობით ეს გვჭირდება. ოკეი. აქამდე მივედით. აქამდე რამე კითხვა ხომ არ არის, მაინც კიდევ ერთხელ ვიკითხავ. ოკეი, კი ბატონო. როგორც მე თქვენ გითხარით, HTML-ი შედგება თეგებისგან რა, ძირითადად არის სულ თეგები და ამ თეგების გამოყენება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, HTML-ში გვაქვს ძალიან ბევრი თეგი, ანუ ძალიან ბევრი არა, ეგრეს ვერ ვიტყვი, თუმცა ხა ბევრი თეგი გვაქვს და სიმართლე რომ გითხრათ, იმათ იმათი ნახევარი შეიძლება არც გამოიყენოთ არასდროს რა. თუმცა არის რა თქმა უნდა გარკვეული თეგები, რომლებიც ძალიან ხშირად დაგჭირდებათ. ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ვიმუშაობთ ახლა ბადიში, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ბადიში დავწერთ, უკვე ეს გამოვა
უშუალოდ საიტზე. აი პირდაპირ რო დავწერო მაგალითად hello world-ი და რო დავასეივო, ნახეთ, ეგრევე საიტზე გამოვიდა. აქ. ხო? ოკეი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს ეხლა რო შევიდე რამე საიტზე, მოდი მე მიყვარს ხოლმე აღება მაგალითად რატომღაც ticket.js არ ვიცი რატო. აი ეს ხო არის ჩალობრივი საიტი. ყველაფერი რასაც აქ ხედავთ, ყველა ელემენტი იქნება ფოტო, სათაური, ტექსტი, ასე შემდეგ. ყველაფერი რაღაცა ტექსტში წერია. ანუ text ელემენტსაც ვეძახით ხოლმე იდეაში შეიძლება როგორც ელემენტი ისე მოიხსენიო, შეიძლება როგორც tag-ი, თუმცა ერთდაგებია. ხო? და ყველაფერი წერია რაღაც ელემენტში, ანუ ყველა tag-ი არის განკუთვნილი რაღაცისთვის. ხო, სათაური იქნება, ეს ტექსტი იქნება, ფოტო თუ ასე შემდეგ. და აუცილებელია რომ სწორად გამოვიყენოთ ეს tag-ები და შეუსაბამოთ ყველაფერს სწორი tag-ი. მაგალითად, პირველი tag-ი, რასაც ასწავლიან ხოლმე და მეც დავიწყებ ამითი, არის სათაური, ხო, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ზოგადად პირველი რაც ხდება თვალში არის ხოლმე სათაური. ჩვენი საიტის. სათაური იწერება ეს, ნახეთ, ესე tag-ი არსებობს h1. tag-ი რომ ესე არ წეროთ, აი ესე h1 მერე დახურვა მერე ცალკე, ხო? შეგიძლიათ რომ უბრალოდ tag-ის სახელი აკრიფოთ, tabs დააჭიროთ და დაიწერება თავისით. ეს არის h1. მაგრამ ეხლა მოდი გავშიფროთ რას ნიშნავს h1. ანუ თქვი რო არის სათაურისთვის და რატო არის სათაურისთვის. ანუ როგორც გითხარით, ინტუიციურად რაღაცების მიხედვით შეიძლება ხოლმე აქაც tag-ების სახელებითაც და h1 ნიშნავს head, ანუ h თვითონ ნიშნავს headings. მაგრამ ერთი რა არის? ერთი ნიშნავს იმას, რომ ეს არის ყველაზე მთავარი სათაური. ყველაზე დიდი სათაური ჩვენი საიტის. და აქედანვე გეტყვით იმას, რომ ზოგადად HTML კი მარტივია და თქვით, რომ ერთ კვირაში ამას მარტივად ამოღამებთ თუ მოგინდათ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ სწორად ვისწავლოთ HTML და სუფთა HTML ვწეროთ. როგორც JavaScript-ში იყო სუფთა კოდის წერა, ისევე აქტუალური და მნიშვნელოვანი არის აქ, რომ წეროთ სუფთა HTML. იმიტომ რომ მე ჩვენვე არავირიოთ და რაღაც საიტი თავზე არ დაგვემხოს ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ აუცილებელია ამას ეძახიან სემანტიკურად გამართულ HTML-ს. ეს სიტყვა ხშირად შეიძლება რომ შეგხვდეთ. რას ნიშნავს სემანტიკურად გამართული? სემანტიკურად გამართული ნიშნავს იმას, რომ ყველა ტექსტ თავის ადგილი აქვს, როგორც თქვით, ხო? აი მაგალითად h1-ზე, რომ მარტო ერთი უნდა იყოს მთელ საიტზე. უკეთესი, ანუ მე რომ მეორე h1 რო დავწერო, ერორი კი არ იქნება რამე ეგეთი. არა. უბრალოდ იდეურად და სემანტიკურად სწორი არის, რომ ერთი h1 იყოს და ესეთი წესი ძალიან ბევრი არსებობს HTML-ში, რასაც გზადაგზად თქვენითაც მიხვდებით ხოლმე რა. აუცილებელია რომ აი ესე სემანტიკურად გამართული HTML-ი ვწეროთ და რატო არის ესე? პირველ რიგში, კითხვადი უფრო მარტივი იქნება. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სემანტიკურად გამართული HTML საიტი არის უფრო კარგად სერჩვადი. ხო, ანუ ხშირად შეგხვდებათ ხოლმე, აი ეგეთი ვაკანსიებიც არის SEO optimization. ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ SEO optimization ნიშნავს იმას, რომ საიტს ქონდეს გამართული SEO. იმიტომ რომ თუ თქვენი საიტი რაღაც ისეთ მაგალითად e-commerce საიტია რაღაც ხო და ბიზნესურად თუ წამგებიანი იქნება ძალიან ბიზნესურად თუ არის ერჩება, ხო? და აი Google-ში რო დავსერჩო რაღაც ბოლო page-ებზე უნდა გადავიდე, რომ რაღაც ანუ ეს საიტი ვიპოვო საერთოდ. ამიტომ რა თქმა უნდა, ამაში ბევრი რამე იღებს მონაწილეობას, რომ საიტი ესეთი იყოს, მაგრამ ერთ-ერთი რაც დეველოპერებმა ჩვენი მხრიდან შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ წეროთ სემანტიკურად გამართული HTML. და გადაგზა გეტყვით ხოლმე რა არის სწორი პრაქტიკები, თუმცა აი ხა მაგალითად ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ კარგი იქნება თუ ერთ HTML-ში, ანუ ერთ page-ზე გვექნება ერთი ცალი h1 და მეტი არა. ოკეი, ეხლა ეს h1 სერიალია, რომ დავასევო აქეთ არაფერი არ გამოჩნდება, მაგრამ აქ უნდა ჩავწერო უკვე ტექსტი. რაც მინდა რომ იყოს ჩემი სათაური ამ საიტის. მაგალითად იყოს algo-uni, თქვათ, ხო? და ნახეთ ხა რა მოხდა. რა არის საინტერესო აქ. დაიწერა, მაგრამ დაიწერა ცოტა უფრო სხვანაირად, უფრო დიდი არის ეს ტექსტი და უფრო მსხვილი, ანუ bold, ანუ font weight ქვია ამას, მე ვნახავთ ამას ჩვენ CSS-ში, უფრო მსხვილია მოკლედ რა. და რატო ესე? ზოგადად, CSS ეხა მინდა რომ ნაკლებად შევეხოთ, მაგრამ მაინც მომიწევს აქ რომ ახსენო.
ანუ სტილები CSS-ის მხრიდან ზოგ ელემენტს ავტომატურად აქვს ჩაშენებული რაღაც თავიდანვე, რაც რა თქმა უნდა შემიძლია რომ ის შევცვალო მე, როცა გადავალ CSS-ზე, თუმცა რაღაც სტილები ზოგ ელემენტს მოყვება ავტომატურად. ამ შემთხვევაში ამას მოყვება ის, რომ რაღაცა font size-ი, ანუ ფონტის სიდიდე არის ცოტა უფრო დიდი და უფრო მუქია. ხო, ეს მოყვება H1-ს. ოკეი, ესე ჩვენი H1. ასევე, როგორც გითხარით, ერთი ნიშნავს იმას, რომ არის მთავარი სათაური, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს კიდე ესეთი თეგი, არის H2. H2-ია ასევე სათაური, მაგრამ უკვე არის ქვესათაურს უფრო დაუზახებლი ამას, ხო? ეს უკვე შეგვიძლია რომ ერთ პეიჯზე რამდენიმე იყოს, ხო? ეს არის ქვესათაური და აი კიდე მოდი დავწერ იგივეს ალგოუნის ავკრიფავ. ნახეთ, თუ დავაკეთებით, ეს კიდე უფრო პატარა არის ამას. H1-ზე, იმიტომ რომ H1 მთავარი სათაური. ეს არსებობს H8-მდე ალბათ რა. ანუ H8-მდე ალბათ არა, ანუ H8-მდე არის ქვესათაურები. როგორც გითხარით, ბევრ თეგს არც გამოიყენებთ, ხოლმე ხა მე პირად H8 თეგი არ გამოიყენები არასდროს. ძირითადად H1, H2 და მაქსიმუმ H3 გამომეყენებინოს. აი ხა H3 რო ვნახოთ აქ. ესე. დავასეივო, ეს კიდე უფრო პატარა არის ამას. და ესე ჩადის ბოლომდე. ხო, ეს არის ჩვენი ანუ სათაურის თეგები. ამაზე რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? ოკეი. კი ბატონო, კითხვები თუ არ არის, გასაგებია. მოდი ახლა შემდეგი თეგი განვიხილოთ. მოდი ეს დავტოვოთ პრინციპში რაც გვერდს, ხო? და შემდეგი არის ესეთი თეგი, რაც მინდა რომ გითხრათ, არის p-თეგი. p-თეგი არის, ანუ იდეაში თქვენ რო ელემენტზე მიიტანოთ მაუსი, აქ გეუბნებათ რა თეგია უფრო გაშლილად, ხო? რომ ეს p element represents a paragraph, ანუ ეს არის პარაგრაფი. პარაგრაფში ყოველთვის იწერება ხოლმე დიდი ტექსტები, რაც არის ანუ მოცულობი დიდი ტექსტები, საიზე რაც არის, მიდის ხოლმე პარაგრაფის ტექსტში. და რაღაცები შეგვიძლია დავწეროთ, რაღაც მაგალითად lorem ipsum ხშირად წერია ხოლმე ეს ამბავი და ეხლა რა ვაკრიფოთ რომ დავწეროთ და რომ დავასეივო, აი როგორც ხედავთ არის ანუ გამოჩნდა, ამას უკვე სათაურის ფორმატი აღარ აქვს, არც მუქი არ არის, არც ფონტიც დიდი არა აქვს მაინდა-მაინც, ხო? იმიტომ რომ ჩვეულებრივი ტექსტია ეს უკვე რა, რაც საიძე შეიძლება რომ შეგვხვდეს ხოლმე. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ეს არის ჩვენი p-თეგი. ასევე სხვა თეგი, რაც შემიძლია გითხრათ, ხო, ყველაზე ისეთი ხშირად გამოყენებადი თეგი არის ხოლმე div თეგი. მოდი ნახოთ ახლა ეს ჩვენი div-ი და ბარემ ისეც გავშიფროთ. div-ზე რომ მივიტანოთ მაუსი, ნუ აქ ეუნება რაღაც სპეციალური არა აქვს მინინგი. თუმცა div-ი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და რატომ? ეს შეიძლება რომ კრავდეს ისევე როგორც ნებისმიერი თეგი, მაგრამ div-ი არის გაკუთვნილი მაგისთვის, რომ შეიძლება ამით შევკრათ რამდენიმე სხვადასხვა ელემენტი. კიდევ ერთხელ მეორებ იმას და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ რეალურად აი ნახეთ, მოდი ჯერ ამას ვიზავ. რას გულისხმობ ხა ამაში? მე შემიძლია რომ აი თქვა ეს H2 და p აქ შევიტანო. და რატომ? შეიძლება რაღაც სტატია მიწერია აქ. ერთი სტატია წერია აქ, ხო? აი ხარ დავსევო რაღაც, ნუ ეს არის მთავარი სათაური ჩემი საიტის main heading-ი დავარქვათ. რაღაც პირველი სტატია ვთქვათ და აი ეს არის ჩემი მთავარი სათაური ჩემი საიტის. აქ მიწერია სტატია. აქ წერია ამ სტატიის სათაური, აქ წერია ამ სტატიის ტექსტი. მე შეიძლება რომ ესეთი სტატია მქონეს რეალურად რამდენიმე ჩემ საიტზე. ხო, ქვემოთ კიდე ერთი. თუმცა აუცილებელია რომ სტატიები რაღაცნაირად გამოვაცალკეო ერთმანეთისგან, ხო ესეა? და აი მასში გამოიყენება div ელემენტი, რომ ანუ იდეურად ერთნაირი ელემენტები, რაც ერთ და იგივე მიზანს ემსახურება, ერთად მოვაქციოთ ხოლმე. ანუ ეს H2 და ეს p-თეგი არის ორივე ერთი და იგივე სტატიის სათაური და ტექსტი. ეს კიდე სხვა სტატიის სათაური და ტექსტია და ამას ამ div-ში ვაერთიანებთ, რომ წასაკითხადაც მარტივი იყოს, რომ ეს მაგალითად ცალკე სტატია არის, ეს ცალკე და ასე შემდეგ. ანუ div-ი ამას ხშირად კონტეინერსაც ვეძახით ხოლმე, გამოიყენება იმისათვის, რომ რაღაც ელემენტები გავაერთიანოთ ერთად.
ლოგიკურად, შემდეგ ეს CSS-შიც გამოგვადგება და ამას ვნახავთ, რატო და როგორ. მაგრამ სანამ CSS-ამდე მივალთ, HTML-ის სტრუქტურა რო სწორი იყოს, გამოიყენება ამისათვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ HTML-ის სტრუქტურა თავიდანვე სწორად დააწყოთ ხოლმე და რატო? ეს შემდეგ უკვე დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივადაც გასტილოთ ეს HTML-ი და ფუნქციონალიც მერე JavaScript-ში მარტივად გავუზეროთ. როცა HTML-ის სტრუქტურა არის აწყობილი ცუდად ან არასწორად ან ასე შემდეგ, მერე უკვე რაღაცები ძალიან რთული ხდება. ეს ერთი. ეხლა კიდევ რაზე მინდოდა თქვენთან საუბარი. ანუ რეალურად მე რო აქ ავდგე და div არ დავწერო და მაგალითად p-text-ში მოვაქციო ესენი. ანუ შეიძლება როგორც ხედავთ არაფერი არ შეიცვალა რა. ჩვეულებრივად ვიზაო მას. იმიტომ რომ რეალურად p-tag-ის თავის მხრივ კონტეინერია, სადაც ტექსტი იწერება უბრალოდ. ანუ იმიტოა შექმნილი, ანუ შევთანხმდით, რომ p-tag-ი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ტექსტი ჩავწეროთ. თუმცა იდეურად HTML-ის ყველა tag-ი კონტეინერი არის, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა რაღაცებისთვის. div არის კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ელემენტების გასაერთიანებლად. h2 არის კონტეინერი, სადაც იწერება ტექსტი და ასე შემდეგ, ანუ შეთანხმებაა უბრალოდ, რომ ესე უნდა ვქნათ. თორე p-tag-ში შემილია, რომ ანუ div-ის ფუნქცია p-tag-ს რო შეუთავსო. ამ პირიქით p-tag-ის ადგილას რო დავწერო div. მაგრამ ეს არასწორია იდეურად, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ ტექსტი იწერება p-tag-ში. და div აკეთებს იმას, რომ რაღაც რამდენიმე ელემენტი შეიძლება რომ ერთად შეკრას. ხო? და თუ ესე არ წერე და div-ის მაგივად p-tag-ი გამოვიყენე და ასე შემდეგ, როგორც თქვი, ეს ჩვენი საიტის search engine-ის, ანუ SEO-ს დაარღვევს და რა თქმა უნდა, დეველოპერისთვისაც, სხვა დეველოპერისთვის, ანუ წასაკითხად ძალიან რთული იქნება. ხო? ამიტომ ყოველთვის წეროთ ხოლმე სწორი თეგები, რომ ჩვენი საიტი იყოს გამართული. ოკეი. ეს რაც შეეხება divs, ამ divs-ზე მე უფრო ჩავშლით და ნახავთ როგორ ვიყენებთ კიდე და სად და რანაირად და ასე შემდეგ. ოკეი. კარგით, ამაზე რამე კითხვა ხომ არ გაქვთ ახლა რაც ვისაუბრეთ? ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგები იყო, იმედია. კარგით. ეხლა რა მინდა რომ განახოთ. ეხლა რასაც გამოვიყენებთ და რასაც გავხსნით, ეს იქნება ჩვენი პროგრამისტული კარიერის განმავლობაში სულ გამოყენებადი დღეიდან და ყოველთვის როცა საიტზე მუშაობას დაიწყებთ ხოლმე, უნდა გამოიყენოთ ეს და რა არის. ეს შეიძლება აქამდე გამოიყენებიათ და რაღაც ზოგადად გაიგიათ, ეს არის ინსპექტი. ეს არის სპეციალურად დეველოპერებისთვის თული ჩაშენებული ბრაუზერში, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ ჩვენი საიტზე ინფორმაცია დეტალურად ვნახოთ უკვე, ანუ შედეგი თვითონ რაც არის, ვნახოთ ბრაუზერში ამ ინსპექტის საშუალებით. და რას მოიცავს ახლა ეს? ნუ ამას ბევრი ტაბი აქვს, მაგრამ ეხლა ჩვენ რაც დღეისთვის გვჭირდება არის Elements-ი, სადაც წერია მარცხნივ HTML-ი, რასაც ჩვენ ვწერთ აქ რეალურად. მარჯვნივ არის CSS-ი, თუმცა როგორც თქვით, ჯერჯერობით CSS არ შევეხოთ. მარცხნივ არის HTML-ი, ესე იგი, და აი როგორც ხედავთ ერთ-ერთი რაც მე მიწერია, იგივე არის აქაც. body-ს ანალოგიურად რო ჩამოშალოთ და ნახეთ, როგორც მიმაქ ელემენტთან ეს ნიშნავს ეგრევე თვითონ საიტზე ამ ელემენტს. ეს დამეხმარება ძალიან ბევრ რამეში. მომავალში როცა რაღაც თქვა სტილს მიცემთ რაღაც ელემენტს სადღაც დასვავთ, მაგრამ ისე რიგზე არ არის ყველაფერი, ამას აქედან ნახავთ რატოა ისე და ასე შემდეგ. ნუ მაგას მე კიდე რა თქმა უნდა დეტალურად განვიხილავ, თუმცა ახლა რასაც ჩვენ უყურებთ არის ის, რომ მე რაღაც ელემენტთან მიმაქ ჩემი მაუსი, აქ მინიშნავს ეს რომელი ელემენტია და ამით ძალიან ბევრ რაღაცის დანახვა შემიძლია. ეს არის body, ეს არის h1, ახეთ h1 რომ მივიტან მონიშნა, როგორც ხედავთ ეს როგორ მონიშნა ეს არის თვითონ h1-ის რაღაცა ლურჯ კონტეინერში. ანუ აი რო თქვით რომ h1 კონტეინერია თქო ხო, აი ზუსტად აი ლურჯი რაც არის, ეს არის h1-ის კონტეინერი, სადაც წერია ტექსტი. რაც შეეხება სტაფილოსფერს, ეს არის მერჯინები და ამაზე გადავალთ მოგვიანებით ცოტა. თუმცა ხო ამ ეტაპზე საკმარისი არის ეს და ყველა ელემენტი როცა მიმაქ, ამ ელემენტს ნიშნავს h2 იქნება ეს p-tag იქნება თუ ასე შემდეგ და შემიძლია რომ ყველაფერი ძალიან ცხადად დავინახო. რაც კარგია ძალიან, ხო?
ნუ პრინციპში მოდით შეგვიძლია რომ მეჯინეზე ან სტაფილოსფერიც არის ამაზე ვთქვა თუ დავკვირდებით ეს სტაფილოსფერი აქ ამას მაგრამ დივს არა აქ H-ს აქ დივს არა ნუ ჯერ ვნახოთ რა არის და მე გეტყვით რატო არის ეგრე H ერთ შემთხვევაში რაც არის რომ დავაკლიკოთ H-ს აი რომ დავაკლიკო მარჯვნივ გამოიტანა ესეთი რაღაცა ქვემოთ ეს ოთხკუთხედები რო არის ეს არის HTML-ის box მოდელი box მოდელი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური რაღაც HTML-ში ნუ CSS-ის ნაწილსაც კი მოიცავს მაგრამ მაინც ახლა შეგვიძლია რომ განვიხილოთ ყველა ელემენტი შედგება ამ ოთხი რაღაცისგან პირველი რაც არის ლურჯი ხო რაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ეს არის უშუალოდ ამ HTML ამ თეგის ამ ელემენტის კონტეინერი რაც არის ხო ეს ლურჯი და სადაც ნუ მე უკვე წერია თვითონ ამ თეგში რაღაც ამ შემთხვევაში main heading ანუ ეს ჩვენი სათაური თუმცა ეს არის პირველი ლეიერი ასე რომ ვთქვათ ეს მთავარი კონტეინერი ჩვენი ელემენტის padding-ი და border-ი ცოტა ხანი არ გვინდა merging ეხლა რაც შეეხება merging-ს რაც არის staples-ფერი ძალიან მარტივი რაღაცა არის ეს არის ჩემი ელემენტის დაშორება სხვა ელემენტებიდან ხო ეს არის merging-ის მთელი ფილოსოფია ეს 21 რომ წერია ეს არის პიქსელი იგულისხმება აქ ანუ ზემოდან არის დაშორებული ანუ უფრო სწორად რომ ვთქვა merging-ი არის დაშორება რაღაც ელემენტის სხვა უახლოეს მდებარე ელემენტთან თუმცა ამ ელემენტის ზემოთ არაფერი ელემენტი არ მაქვს ამიტომ შორდება საიტის ზემოთა კიდედან ხო აი ქვემოთა შემთხვევაში უკვე აი ქვემოთ რო div-ი მაქვს ამ div-ამდე დაშორება არის merging-ი ხო ეს რა თქმა უნდა შემიძლია რომ მე გავუწერთ ამას რომ ნახავთ ჩვენ CSS-იდან რომ დაშორებები თუ მოგვინდება რომ ელემენტებს შორის გავაკეთოთ თუმცა merging-ი არის ეს მაგრამ საინტერესო რა არის ახლა აქ merging-ი აქვს ამას მაგრამ merging-ი არ აქვს ჩვენ div-ს აქ და რატო ეგრე ну როგორც თქვით გარკვეული დიფაულტად HTML-ის ელემენტებს რაღაცა სტილები შეიძლება რომ მოყვებოდეს. ესეთი ერთ-ერთი არის რა ნახეთ, ეს merging-ი თუნდაც ხო? ჩვენ უკვე ვთქვით რომ ერთი იყო რომ ნუ სათაურის სიდიდე და სიმუქე, მაგრამ ასევე merging-იც მოყვება ავტომატურად. და კიდევ ერთხელ ამბობ რა თქმა უნდა ამის შესვლა შეიძლება, ხო? ოკეი, ეს არის რაც მინდოდა რომ აქ მეჩვენებინა და კიდევ ერთხელ მიმარებ რომ ინსპექტი ძალიან ხშირად გამოიყენეთ ხოლმე. ანუ იდეაში სულ ჩართული ჯობია რომ გქონდეთ და აქედან აკონტროლოთ ყოველთვის თქვენი HTML-ის კოდი. ოკეი. ამას რაც შეეხებოდა. ნუ padding და border-ს რაც შეეხება, მოდით ამაზე გადავიდეთ CSS რო შევეხებით მაშინ. იდეაში მე მინდა რომ ამ ლექციაშივე მინიმალური რაღაცების CSS-ის გავაკეთოთ, თუმცა ჯერ მოდი სხვა ელემენტებსაც ჩავუყვეთ. კარგით, ამაზე ხო არ გაქვთ ხარ მე შეკითხვა, რაც ვილაპარაკე. ჯერ მოდი ამას კითხოთ. კარგი, ანუ კითხები არ არის. კი ბატონო. ოკეი. შემდეგი თეგი, რაც შეიძლება რომ იყოს და ხშირად გამოვიყენოთ ხოლმე, არის input-ი. Input-ი არის, მოდით დავწეროთ, ესე ჩაუბრალოთ, როგორც გითხარით, tabs დააჭერთ და აი ეგ უკვე რაღაცა სიახლეები გვაქვს. ჯერ ერთი შევნიშნოთ ის, რომ მოდით ჯერ დავასეივებთ და ვნახოთ რა არის input-ი. Input-ი არის ტექსტს რო წერთ ხოლმე, ხო? რაღაც ჩვენი მაგალითად სარეგისტრაციო ბოლოს რო ავსებთ ან ასე შემდეგ. აი ეგ ხო input-ებია რეალურად, სადაც ტექსტი შევყავს. ეგ არის input-ი რა. მაგრამ ეხლა რა შეეხება თვითონ HTML-ის მხრივ რო განვიხილოთ. რა განსხვავება არის ამ თეგებთან მიმართებაში input-ის შემთხვევაში. ერთი არის ის, რომ თვითდახურვადია input-ი, ხო, როგორც თქვით. ანუ ცალკე არ ხურავთ ესე inputs. აი ეს არა აქვს. ამიტომ ეძახით თვითდახურვა ტექსტს. ეს ერთი. მეორე უკვე შემოვიდა ატრიბუტი, ხო, როგორც ემოთ იყო უკვე ავხსენით იდეაში ეს თემა, რომ ეს ატრიბუტი არის ამ თეგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. input-ი, როგორც იცით, შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. შეიძლება ტექსტი შევიყვანო input-ში, შეიძლება მარტო რიცხვითი input-ი იყოს, აი მაგალითად თუ სადმე შემყავს ჩემი ასაკი. იქნება მარტო რიცხვითი input-ი, ხო ის? და აი ეს რომ დავაზუსტო რა არის, ამიტომ type-ი ესეთი ატრიბუტი არსებობს,
და უწერთ რა ტიპის უნდა იყოს. Default-ად მე რო საერთოდ არც გაუწერო, შემიძლია არ გაუწერო. მაინც ტექსტი იქნება default-ად. თუმცა ჯობია რომ დაუწეროთ. ეს ამის type-ი არის ტექსტი, მაგრამ შემიძლია იყოს სხვა. მაგალითად შემიძლია იყოს number. აქაც კარ ნახობთ რა, აი აქ რო ნახოთ, თქვენთან არ ვიცი MacBook-ზე სხვანაირად არის, თქვენთან იქნება Control Alt და Space. აი Control Alt და Space რო დააწვევით, აქ ამოგიყრით ყველა შესაძლო ვარიანტს, რაც შეიძლება რომ type-ად მივანიჭოთ ამას. ბევრი არის აქ, ბევრი ყოველს ჩვენ არ გამიხილავთ, მაგრამ ნახოთ რამდენიმე. მაგალითად არის ესეთი რაღაცა number იყოს შეიძლება მოდი. Number-ი ეხლა ნახეთ რა ხდება. Number-ის შემთხვევაში რაღაცა სპინი გაჩნდა აქ, სპინს ვეძახით, ამას ქვია რისთვის არის ნახეთ, ანუ რიცხვები რო ავწიოთ და ჩამოვწიოთ, ხო? ანუ როცა type number-ი მივეცი, ესეთი default-ად ამ ჩვენს input-ს გაუჩნდა ესეთი ისრები. რო რიცხვები ესე ვამოძრავოთ. ასევე რა მახასიათებელი აქვს type numbers, რომ აქ არ შემიძლია შევიყვანო არაფერი გარდა ტექსტისა. თუმცა ერთი გამონაკლისია შემიძლია e-ასობგერა შევიყვანო და რატო? e არის მათემატიკაში ეილერის რიცხვი და მაინც რიცხვად აღიქმება და მაგიტო არის ეს. დანარჩენი მხოლოდ რიცხვები შემიძლია რომ შევიყვანო, მეტი არაფერი. Okay, ეს ერთი. კიდევ რა არის? კიდევ არის date, input date, type date და აი უკვე ნახეთ რა გაჩნდა კალენდარი შემიძლია რომ იმას ვქნა, ანუ კალენდრიდან შემიძლია რომ რაღაცა რიცხვი შევიყვანო, ხო, მაგალითად ჩემი დაბადების თარიღი ან ასე შემდეგ. ეს არის default-ად ჩაშენებული კალენდარი და მე ჩვენ მომავალში ძალიან ვისწავლით რა თქმა უნდა, როგორ ჩვენი კალენდარი თქვა, როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ აქ ან ასე შემდეგ. თუმცა ეხლა ეგ არ გვინდა. ასევე არის password-ი და password-ზე რა ხდება ნახეთ, რომ შეყავს ავტომატურად პაროლი იმალება. და აქ მინდა ერთ ძალიან საინტერესო რაღაც გასწავლოთ, რომ მაგალითად ხშირად შეიძლება პაროლი შეყვანილი იყოს ავტომატურად დამახსოვრებული და არ გახსოვდეთ ხოლმე რა წერია იქ რა. და ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი გავხსნით inspects, აქ ხედავთ როგორც ვიცით მთელ HTML-ის კოდს, ისევე როგორც აი ამას, აი input type password-ი რო არის. მე შემიძლია რომ აქ რაღაც კორექტირებები შევიტანო. ოღონდ აქ რო კორექტირება შევიტან, ცხადია კოდში გარაისახება. რო დავარეფრეშებ, ისევ დაუბრუნდება საწყის ვერსიას. თუმცა აი ხა რომ ავდგე და password-ი რო აქ წავშალო, პაროლი გამომიშტება, ნახეთ? აი ესეთი ხრიკი შეგიძლიათ რომ მომავალში გამოიყენოთ თუ დაგჭირდათ რა. არა როგორც გითხარით მე რო აქ ამას ვშლი, აქ არ იშლება იქ, უბრალოდ სატესტოდ აქ ვშლი და რო დავარეფრეშო, ისევ type password-ი უწერი ამას. Okay, ესეც input-ი. ნუ კიდე ბევრი არის, ასე შემდეგ daytime, email-ი, ფაილი, აი ფაილის რომ ნახოთ, ფაილის ატურთვა თუ გჭირდება, ამის არის ეს და სხვა ბევრი კიდე რაც მე შეგიძლიათ თქვენითაც ნახოთ. Okay, ესე ჩვენი input-ი. შემდეგი რაც არის ღილაკი, მაგალითად. ღილაკი და დავწეროთ კლიკი. ნახეთ? რაღაც მახასიათებლები ამ ღილაკს აქვს. ჩვეულებრივი ელემენტია. კიდევ ერთხელ მე ვარ, თვითონ ტექნიკურად, აი როგორც H2 არის, ისეთი ელემენტი არის ბათონის, უბრალოდ მოყვება თავისი სტილები ჩაშენებული, აი ეს რაღაცა ბორდერი რომ აქვს მიცემული, ცოტა ფერი რომ აქვს. ხო? უბრალოდ ხო გამოიყენება ბათონი იმისათვის, რომ თუ მინდა რომ ღილაკი შემოვიტანო საიტზე, მან დავწერო ბათონის თეგი. ხო, ამას ხას უსვამ ბევრჯერ, იმიტომ რომ არ ვქნათ ისე რომ ეხლა ბათონის მაგივრად შეიძლება რაღაც H2 არ გამოიყენოთ, ძალიან აშკარა არის, მაგრამ რაღაც თეგებში შეიძლება დიდი განსხვავებები არ იყოს ხოლმე და მინდა რომ ყოველთვის სწორი თეგები გამოიყენოთ, ხო? აი აქაც მაგალითად შემიძლია რომ ბათონის მაგივრად H1 დავწერო. კი, ამას ეს სტილი კი აქვს და ვაფშე სხვანაირია, მაგრამ შემიძლია რომ მე როცა CSS ვისწავლით უფრო კარგად, სტილები მივცეთ და ბათონს დავამგვანოთ, მაგრამ იდეურად სწორი არ იქნება. უნდა იყოს ეს ბათონი ყველა ვარიანტში რა. ბათონი არის მოკლედ აქ, თავის სტილები აქვს და რო ვაკლიკებ რაღაცა შვება. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ესე ჩვენი ბათონი. ხო, შემდეგი არის ასევე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ერთ-ერთი არის იმიჯი, რა თქმა უნდა. მოდი ხა იმიჯი დავწეროთ, ტაბი მივცეთ და ოკეი. რა გვაქვს ხა აქ? ისევ და ისევ იმიჯი არის თვი და ხროადი თეგი.
და აქ ორი ატრიბუტი ამ შემთხვევაში. ეს არის source და ეს არის alt. ნუ ეხლა ვერ დავასეიო ეს აქ. არაფერი არ გამოჩნდება, იმიტომ რომ image თუ არ მიუთით ეს source, ანუ კონკრეტული ის image რაც მინდა რომ იყოს. რაც მინდა რომ გამოჩნდეს, არაფერიც არ გამოჩნდება. ეხლა source-ის არიელი, ამიტომ აზრი არ აქვს. Okay, ეხლა რა შემიძლია რომ გავაკეთო, რომ ეს image გამოაჩინო რა. ნახეთ. მაგალითად ამ image რო ნახოთ Google-ში ნებისმიერი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის აყიოთ არ გვინა. აი ეს იყოს თქვათ. აქ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეგეთი რაღაც. დავაკოპირო link ადრესი ამ image-ის და ჩავწერო source-ში. ეს იმედია რომ სწორად წამოვიღე ხა. ეხლა გადავიდე აქ. ოპა, არ ქნა. ხო, შეიძლება პირდაპირ აქედან არ მოვაქცე სწორად. მოიცადეთ აბა ხო კიდე რაღაცას copy image address-ი ბოდიში. link address-ი არ გვინა, copy image address-ი რომ ნახოთ და რომ დავასეივოთ. ეხლა წესით უნდა წამოიღოს. კი ბატონო, წამოიღო ეს image, link address, ანუ უბრალოდ ნებისმიერი image-ის link address შეგიძლიათ დააკოპიროთ და source-ში ჩასვათ და წამოვიღებთ ამ image-ს აქ. ხო. და ჩანს ესეთი რაღაც, ხო? პირდაპირ ეს image გამოიტანა. ეს ერთი. ეს რო წაშალონ კი? ანუ სადაც არის ატვირთული რო წაიშალოს კი ბატონო, ჩემთან საიტზე აღარ იქნება. ამიტომ ჩვენ ნახავთ მეორე გზას, რომ ეს image ჩვენთან ჩავიწეროთ და ისევ ვქნათ. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ჯერ არის ესეთი მეორე თეგი alt. alt-ი რა არის ხა? ნებისმიერ დროს შეიძლება არ ვიცი users ინტერნეტმა გაუჭედოს, რაღაც მოხდეს მოკლედ და ეს ფოტო არ გამოჩნდეს. ამიტომ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ რაღაცა ალტერნატივა გამოუჩინოთ users, მაგალითად ტექსტური სახით რა უნდა ყოფილიყო მაგ ფოტოს ადგილას, მაგრამ არ არის. ესეთი რაღაც, ხო? და მაგალითად არ ვიცი ეს რა image-ია, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ფერებია და მაგალითად დავწეროთ alt-ში colors. თუმცა ეს alt-ი უნდა აღნიშნავდეს ძალიან მოკლედ ამ image-ის შინაარს. ეხლა დავასეივო ეს, რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ თუ რაღაც მიზეზის გამო ფოტო არ გამოჩნდა, შეიძლება რომ ფესი შემეშალა აქ, ან თვითონ source-ი შემეშალა და აი ეგ 100-ს მოვაკელი და ნახეთ, ფოტო აღარ გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდება რა? აი ესეთი რაღაც. შეგვხედრიათ შეიძლება თუ ინტერნეტი გიჭედავთ ზოგჯერ რამე ეგეთი, აი ესეთი რაღაც ჩანს ხოლმე, ანუ რაღაცა image-ის აიქონი და მერე გვერდზე რაღაც სათაური. ამ image-ის და ამ შემთხვევაში არის colors, აი ეს. Okay, ანუ ერთი არის იმისათვის, რომ თუ ფოტო არ გამოჩნდა, რომ users უთხრათ რა ფოტო იყო აქ და მეორე არის კიდევ ეს გამოიყენება იდეაში აი ფრმებისთვის არის ჩაშენებული ესეთი რაღაც რა. ანუ უსინათლო ადამიანებისთვის, უფრო ისე რომ ვთქვათ, რომ მაგალითად თუ ვერ ხედავენ საიტზე რა ხდება, გარკვეული რაღაც აქ ბრაუზერს, რაც ეუბნება ამ საიტზე რა ხდება რა, ეგეთი პროგრამა არსებობს და ეს რო გაუწეროთ, ამასაც ეტყვის. თუ არ გაუწერეთ, არ ეტყვის, ხო? ეგეც არის. ну, მოკლედ და კიდევ ზემოდან არის, რომ სემანტიკურად გამართული იქნება, უფრო კაი SEO იქნება და ასე შემდეგ. ეს არის და ეს. ამიტომ ალტები გავწეროთ ხოლმე თავიდანვე. ბევრს ეზარება და არ წერს და რაღაც და მესმის, მაგრამ როცა რეალობაში მე მოგიწევთ, მე ის დაგეზარებათ, ამიტომ ჯობია თავიდანვე გავაკეთოთ. ეხლა მოდი დავაბრუნოთ ეს და ეს ფოტო გამოაჩინოთ. Okay. შვენიერი და აი ხა რაც ვახსენეთ, რაც თქვა ერთ-ერთმა თქვენგანმა, მახსოვს რომელი იყო. ანუ თუ ეს ფოტო რაღაც, ანუ სადაც არის ატვირთული, ეხლა ჩვენ მოგვაქვს უშუალოდ რაღაც გარე source-დან რა. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ვიღაცამ ეს ფოტო წაშალა იქ, საიდანაც მომაქვს, უბრალოდ. მაშინ აქედან წაიშლება. რაც არ მაწყობს, რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ყოველთვის უფრო კარგია ხოლმე თუ ფოტო ჩემთან მაქვს ლოკალურად. და როგორ ხდება ეგ? შემიძლია რომ დავასეივო თვითონ იმაში, ჩემს კომპიუტერში ესე. და აი ეგ შევქმნა. აქ ჩავაგდო პირდაპირ, მოდი პირდაპირ ჩავაგდო. ეს. ეხლა ეს ფოტო მაქვს ჩემთან უკვე ამ პროექტში ლოკალურად. შემიძლია რომ ამას მივწვეთ ძალიან მარტივად. ფესით.
PES-ი არის გარკვეულ ფაილ არა მარტო პროგრამირებაში ზოგადად ცნება არსებობს PES ვეძახით გარკვეულ ფაილამდე თუ ფოლდერამდე თუ არ აქვს მნიშვნელობა მისასვლელი ბილიკი. ამ შემთხვევაში ამათ index.html-დან უნდა მივიდეთ ამ ფოტომდე. მაგრამ არაფერი დიდი მნიშვნელობა არ გვჭირდება, იმიტომ რომ გვერდი-გვერდ არის ეს ფოტოები ერთ ფოლდერში. ამიტომ შემიძლია რომ პირდაპირ დავწერო ეს ნახეთ, ყველა PES-ი, ყველა ბილიკი რაღაც მისასვლელი ფაილამდე იწყება წერტილი დახრილი ხაზით. შეიძლება სადღაც წერტილი არ ქონდეს, მაგრამ მოდი დავწეროთ ხოლმე. და მე უკვე ვაგრძელებთ ჩვენ გზას, თუმცა ეს ჩვენი ფაილი გზადვე ხდება ეგრევე, ხო? HTML-ის გვერდზეა. ამიტომ პირდაპირ დავწერთ download.jpg. ეხლა უკვე ეს ფოტო ჩემთან არის ჩაწერილი. ანუ აღარ არის საჭირო რომ ვიდარდო, რაც უნდა ის ვქნიათ. იმიტომ რომ უკვე ეს ფოტო მე მაქვს. მაგრამ ყოველთვის სასურველია და კარგია ხოლმე ის, რომ ეს ფოტო ცალკე არ იყოს HTML-თან ერთ დონეზე და ფოლდერი შევქმნათ ხოლმე და დავარქვათ images, აი ესე. დავასეიო და ეს ფოტო შევიტანოთ აქ. Okay? მაგრამ ეხლა ნახეთ უკვე აღარ ჩანს. იმიტომ რომ PES-ი განახლდა, ანუ ფოტომდე მისასვლელ ბილიკი შეიცვალა. ჯერ უნდა შევიდე image folder-ში და მე უნდა მივიდე ამ ფოტომდე. ანუ ეხლა ამოვწერთ შემდეგნაირად. ნახეთ, წერტილი და ხრილი ხაზი იგივენაირად, მაგრამ ჯერ ან თვითონ თან კარნახობს ხოლმე რა. ჯერ შევიდივართ image folder-ში და მე მივიდივართ უკვე ამ ფოტომდე. და ესეც ის ჩვენი ფოტო გამოჩნდა ისევ უკან. Okay? ხო, ეს არის image tag-ის მთელი მუღამი. ამ შემთხვევაში, ხო, ძალიან მარტივი. კარგით, კითხვები ახლა თუ გაქვთ რაიმე ამაზე რაც ვლაპარაკეთ, ისმენთ. კი ბატონო, ანუ გასაგებია ყველაფერი. კარგით. ეხლა რომ ჩვენ ავდგეთ აქ და რაღაცა ყველა თეგი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, როგორც გითხარი, ბევრი თეგია, ბევრი წუაზო, ასე შემდეგ, მაგრამ არ არის საჭირო, თუმცა შეგიძლიათ რომ დასერჩოთ HTML text-ი რომ ნახოთ. ბევრი კაი საიტია, მე გამოვარჩევდი ორ საიტს, ეს არის W3School-C და ეს არის developer Mozilla. აი შევიდე developer Mozilla-ში, ამას მე ჩავაგდებ რესურსებში. აქ კონსპექტივით არის და ყველა თეგი არის ახსნილი და ჩამოყოლებული. ეს ძალიან ბევრი თეგია, როგორც ხედავთ, თვითონ HTML-ის თეგი, რაზეც ვისაუბრეთ, head-ი რაც ვიცით უკვე, meta, style, title, article, ეს ძალიან ბევრი ნახეთ, აი რომ ჩამოყვე, ამდენი თეგია. თუმცა არ შეგაშინოთ, ყველა ძალიან მარტივია, რომ შეხედავთ მარტივად მიხვდებით რა შემოიყენება, ბევრი როგორც გითხარით, არ დაგჭირდებათ. ხო, აქედან ეხლა ასუყურებ, ბევრი არც გამომიყენებია საერთოდ. ხო. ეს არის ეს. კარგით, კიდევ ბარემ ერთ თეგი რაც მინდა რომ განვიხილოთ არის link tag-ი. ეს არის, ნუ a tag-ი ესე ქვია. a tag-ი არის რომ რაღაცები დავლინკოთ ერთმანეთთან. მაგალითად ხშირად შეხვდებოდით ეგეთ რაღაცას, რომ საიტზე შედიხართ, რაღაცას დააკლიკავთ და გადადიხართ სხვა საიტზე. ეს ხდება a tag-ის მეშვეობით. ვაკეთებთ a tags და რაღაცა click here დავწეროთ. აი როგორც ხედავთ, ამ a tags უკვე კიდე რაღაცნა განსხვავებული სტილი აქვს. იგულისხმება რა, ქვედა underline-ი აქვს მიცემული და ფერი სხვანაირი აქვს. ესე ჩაშენებული არის HTML-ში თვითონ. და ამას აქვს ატრიბუტი href-ი. href-ში იწერება ლინკი, რადგან მინდა რომ გადავიდე, როცა დავაკლიკებ ამას. ეხლა რა ვაკლიკებ, თუ დავაკლიკებით, აი refresh ხდება პროცესს საიტის, ანუ ისეთი არაფერი რა, იმიტომ რომ ლინკი მიცემული არ მაქვს. მე რომ მივცე მაგალითად ლინკი ჩემი სლაიდის, თქვათ, აი, რადგან ან მოდი სხვა საიტი იყოს, მაგალითად developer Mozilla-ს მივცეთ, ხო? ეს ლინკი მივიცეთ ამას. ჩაუწეროთ ეს ლინკი href-ში აქ, დავასეიოთ ჩვენი საიტი. ეხლა ნახეთ, რომ დავაკლიკებ, გადამიყვანა HTML იმაზე რა ქვია, ამ developer Mozilla საიტს. Okay. ეს არის ძალიან მარტივია, ხო? კიდე აქ ესეთი რაღაც ამას target blank-ი, ანუ target-ი კიდე ერთი ატრიბუტი არის ამის და target უდრის blanks ნიშნავს ნახეთ რას. click-ს რომ დავაწვევი, ნახეთ წეღან თუ დააკვირდით target blank-ი ვარ მეწერა, ეს საიტი გამიქრო და ისე შემიყვანა იმ საიტზე.
ამ შემთხვევაში უკვე ეს ტაბი რჩება ადგილზე და იხსნება ახალი ტაბი. წერან ახალი ტაბი არ გახსნილა. ხო? target blank-ი არის სამისთვის, რომ შეიძლება რაღაც მომენტში დაგჭირდეთ ხოლმე, რომ პირდაპირ ის საიტი არ დაიხუროს. აი მაგალითად ეხლა რომ ეს მე წავშალო, მოხდება ეგეთი რამე, ნახეთ. კლიკი რას რომ დავაჭირო, ის საიტი გაქრა. კი შემიძლია რომ უკან დავბრუნდე, მაგრამ ზოგჯერ მინდა რომ ტაბი დარჩეს და ახალი ტაბი გაიხსნას ხოლმე რა. ამიტომ target blank-ით ხდება ხოლმე ეგ. ოკეი, ეგეთ ჩვენი A tag-ი, როგორც ხედავთ ძალიან მარტივი რამეა. ეხლა რა გვინდა? ისეთი ხარ, ამინა რომ საწყისი რამე გამომჩეს ფუნდამენტური tag-ი, მოდი აუყვები უცებ. ოკეი. კარგი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე ბევრ text-ს გავეცნობით, გზა და გზა, თუმცა ეხლა მეტი არც გვინდა იყოს ესენი, რაც გვაქვს. აი სულ HTML-ი კონკრეტულად მეგობრებო არის სულ ეს ამ tag-ების კომპოზიცია ერთმანეთში, რა დროს რა tag-ი გამოვიყენო, რა tag-ში რა ჩავწერო და ასე შემდეგ. მეტი არაფერი. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს რომ გავაკეთოთ სწორად და ეგ არის მთლიანი HTML-ი რა. ხო, JavaScript-ზე ბევრად მარტივი არ შევადაროთ და როგორც ხედავთ არ არის ეს ხო პროგრამირების ენა რაც მე თქვი დასაწყისში, ხო? არანაირი პროგრამირების ნიშანწყალი აქ არ არის. უბრალოდ რაღაც tag-ებს ვქნით და რაღაც კონტენტებს წერთ შიგნით, რაც მე გამოვაქვს უშუალოდ საიტზე. ოკეი. ესეც ესე. კარგი. ახლა ამაზე ხო არ გაქვთ რაიმე შეკითხვა ზოგადად HTML-ზე? საწყის ეტაპზე რაც გაიგეთ იქნა გამომდინარე. ოკეი, კითხები არ არის, იმედი მაქვს რომ ყველაფერი გაასკებია, თუმცა თუ რამე გავგებარით, ხოლმე პატარათი მაინც ყოველთვის ვკითხეთ ხოლმე. კარგით. მინდა რომ ეხლა ძალიან ცოტათი შევაპაროთ CSS-ი, იმისათვის რომ შემდეგ ხუთშაბათ სემინარზე პატარა რაღაც ავაწყოთ და ცხადია რომ დაგჭირდება ამაში სტილებიც. ეხლა მე რაც გავაკეთე აქამდე ხო, საიტზე რაც უყურებთ ეს ყველაფერი, ოკეი, ელემენტებია, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არის ჩონჩხი HTML-ის, ამას არანაირი დეკორაციების სილამაზე შემდეგ მიცემული არ აქვს. არც ფერები, არაფერი საერთოდ. თუმცა შემიძლია რომ ეს ყველაფერი გაუწერო და ძალიან მარტივად. აქ უკვე შემოდის თამაში CSS-ი და მე რო HTML სტილები მივცე, ეს შეიძლება გავაკეთო ბევრნაირად, ბევრი სხვადასხვა გზით. მოდი ყველაზე საწყისი და ფუნდამენტური გზა ვისწავლოთ ახლა ჩვენ რაც არის. პირდაპირ შემიძლია რომ აი ესეთი style ატრიბუტი გავუწერო, ხო, ამას ქვია ატრიბუტი და აი უკვე აი მოწყალებში შემიძლია რომ უწერო CSS-ი. CSS-ის ბევრი სტილი არსებობს, ძალიან ბევრი სტილი არსებობს. თუმცა აქაც რაღაც ბევრი სტილი გამოყენებული პირად არის მაგ ხო, იმიტომ რომ ყველაფერი არ დაგჭირდება ხოლმე რა, მაგრამ არსებობს რაღაც ფუნდამენტური სტილები, რასაც ძალიან ხშირად ვიყენებთ. და სხვადასხვა CSS-ი არის HTML-ზე კიდევ უფრო მარტივი რა. იმიტომ რომ აქაც ძალიან ლოგიკური რაღაცები ხდება. აი მაგალითად, ეს H1 მაქვს. main heading-ი და მინდა რომ ამას ფერი მივცე. ანუ background-ის ფერი მინდა რომ მივცე. ძალიან მარტივია. უბრალოდ რაც უნდა დავწერო არის ესეთი ძალიან მარტივი რაღაცა background-color. დაჟე თვითონაც განახობს. პირდაპირ ვეუბნები რომ ამის სტილი უდრის და background color-ი მინდა რომ იყოს და ძალიან გავს CSS-ის ჩაწერის სტილი, JavaScript-ში რომ არის ობიექტი, მაგის სტილს. წერთ properties CSS-ის ორ წერტილს და ამის values უკვე. ამ შემთხვევაში რა მინდა რომ იყოს? ფერი, ხო უკვე რაც მინდა რომ იყოს უშუალოდ. მაგალითად ამის ფერი მინდა რომ იყოს pink, თქვათ, ვარდისფერი. ძალიან მარტივია, ხო? ოღონდ ეხლა ის ძალიან დამალული მაქვს, მინდა რომ ცოტა დიდად გამოვაჩინო. ეს ვქნათ, ოკეი. დავასეივებ და background-ის ფერი მიეცა ვარდისფერი. ანუ რო შეხედავთ, ერთ შეხედავთ ძალიან მარტივად, სულ არიცოდეთ, მიხვდებით რა ხდება აქ რა. ოკეი, ეს ერთი. კიდევ რა სტილი შემიძლია რომ მივცე ამას? შემიძლია მივცე თვითონ ტექსტის ფერი რა მინდა იყოს. ძალიან მარტივია ეგეც. უბრალოდ color-ი, ორ წერტილი და ფერი. მაგალითად მინდა რომ იყოს, არ ვიცი რა მინდა რომ იყოს.
წითელი. დავასეივებ და მიეცა წითელი ფერი. ესე ძალიან მარტივია, ხო? ესე შემიძლია რომ მივცეთ ძალიან ბევრი სხვადასხვა სტილი. ეხლა კიდევ ერთი. როგორც გითხარით, ამას აქვს მერჯინები თავის ზემოდან და ქვემოდან. რაც მოყვა თავისით, ხო? ანუ ავტომატურად იყო HRT-ში ეს სტილები ჩაშენებული. მოდი ახლა ესენიც ვნახოთ. ისევ და ისევ გავხსნათ ინსპექტი, გადავიდეთ აქ და შემილია, ნახეთ რა ხდება, წეღარაც გავაკეთე, რომ აი ეს პატარა ზემაგზავნა და მაგით ასე ვიპოვო ელემენტი, თუმცა აქ რო არ ვეძებო, ნახეთ რა ხდება, აი აქ არის ესეთი ხილაკი, თუ ხედავთ, თუ გინდათ ამასაც მივახლოვ, უბრალოდ ეს გონი დიდად ანუ ინსპექტი არ ახლოვდება მაინც. ანუ ინსპექტის ზედა მარცხენა კუთხეში იქნება ესეთი მაუსის აიკონი, ამას რო დავაკლიკებთ, მე რო ნახეთ ელემენტებზე რომ მიგვაქვს, ეგრევე ასელექტებს ამ ელემენტებს რა. ეხლა მე მინდა რომ დავასელექტო აი ეს ელემენტი, რომელიც ეხლა წეღან მე გავსtilde. რო დავაკლიკებ, ეს ელემენტი არის დასელექტებული. აქაც ნახეთ H1 არის დასელექტებული და მარჯვნივ უკვე შემოვიდა თამაში ჩვენი CSS-ი და წერია რა. ჩვენს მიერ გაწერილი სტილები. Pinky და red ხო თვითონ კოლორი. შემიძლია რომ აქედან მე შევცვალო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არ ნიშნავს რომ კოდში თვითონ შეიცვლება, რომ დავარეშებ ისევ დაბრუნდება. უბრალოდ დროებით რომ ტესტავ ხოლმე რაღაცეებს, შემიძლია რომ აქედან შევცვალო და მაგალითად ბლექი მივცე. შემიძლია რომ სტილი ვაფშე გავუქრო და ასე შემდეგ. ხო, აი ელემენტს წერტილი სტაილი არის ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ მივეცით ეგ სტილი. მაგრამ აი გვაქვს H1 და აქაც რაღაც სტილები წერია. ნუ ეს ახლა არ გვიდა ამ სტილების ყველა ჩაშლა ცალ-ცალკე, თუმცა ამით თქვენთვის იმის ჩვენება მინდა, რომ აი ეს არის სტილები, რომელიც თავისით მოყვება H1-ს. რო გითხარით, რომ ტექსტის ზომა ცოტა დიდია მეთქი, აი ნახეთ, font size-ი. ხო? font size-ი განსაზღვრავს ტექსტის ზომას. ზუსტად. 2M რა არის? მოდი ახლა ეგ არ გვინდა, მაგას მე ვნახავთ. მაგრამ font size-ი რო, ანუ აქედან გაქრობა ამის არ შემიძლია, იმიტომ რომ ანუ თვითონ ჩაშენებული სტილი არის ამაში. და აქედან ამას ვერ გავაკეთებ. თუმცა აი იქ მოყვება ჩაშენებული სტილები. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ თქვენ შეგიძლიათ HTML-ის ელემენტზე ინსპექტიდან ნებისმიერი ინფორმაცია ამოიღოთ ხოლმე. ოკეი. მერჯინიც როგორც გითხარით, მოყოლილი აქვს ამას, თავისით მოყვა, თუმცა შემიძლია რომ გავუნულო ეს მერჯინი მე თავიდანვე რა. დავწერო ეგეთი რაღაც. მერჯინი იყოს 0. დავასეივებ, ნახეთ რა მოხდა, ის რო სუზემო თავიდა ეს და აქაც რომ ნახეთ მერჯინები აღარ აქვს, ან დაშორებები აღარ აქვს. ეხლა ის ცოტა ჩავშალოთ. ნუ მერჯინის property გამოიყენება ესე, როგორც თქვით და წარმოთქვამთ ისე იწერება ზუსტად და 0 ნიშნავს, რომ ყველა მხრიდან, ანუ მერჯინი ელემენტი შეიძლება ქონდეს 4 მხრიდან, ხო? და ყველა მხრიდან უნულდება მერჯინი. თუმცა მე შემიძლია რომ ზემოდან სხვა მერჯინი მივცე, ქვემოდან სხვა მერჯინი, მარჯვნიდან სხვა, ასე შემდეგ. შემიძლია გავაკეთო, ნახეთ როგორ. აი ესე, აი mergin ტირე left-ი იყოს 100 პიქსელი. პიქსელი არის ყველაზე ერთ-ერთი გავრცელებული ერთეული, საზომი ერთეული ამ შემთხვევაში ჩვენ CSS-ში და ძალიან ხშირად გამოიყენებთ ხოლმე ამას. რომ დავასეივო, მარცხნიდან დაშორდება 100 პიქსელით. შემიძლია რომ ცალკე გავუზერო mergin-top-ი, ისევე 100 პიქსელი, უკვე ზემოდან ჩამოვა ამდენით. ასევე ნახეთ რა შემიძლია, მე რო ცალ-ცალკე არ უწერო mergin-top-ი, mergin-left-ი, mergin-right-ი. შემიძლია რომ ერთ სტილად გავწერო ეგ ყველაფერი. და ის იწერება ნახეთ როგორ. mergin-ი, მოდი ცოტა ეს არ გვინდა, mergin-ი 2 წერტილი და ნახეთ, მაგალითად 10 პიქსელი, 20 პიქსელი, 30 პიქსელი, 40 პიქსელი. ეს არის 4-ვე მხრიდან გაწერილი უკვე. მაგრამ რომელია, ნახეთ. ყოველთვის როცა 4 property წერია, ხოლმე პირველი გამოხატავს ზედა მხარეს. ანუ ზემოდან არის დაშორებული 10 პიქსელით. მერე ეს უკვე არის ესე მოდის რა, ანუ საათის ისრისავით. მერე არის უკვე 20 პიქსელი მარჯვენა მხარე, 30 პიქსელი ქვემოთა მხარე, 40 პიქსელი მარცხენა მხარე. ხო? ესე იწერება პირდაპირ მერჯინები.
შეხვდებით ხოლმე ორი რო უწერია მარტო, მაგალითად 10 პიქსელი და 20 პიქსელი. ის უკვე რას ნიშნავს ნახეთ? ეს არ გიგონათ რომ იმას ნიშნავს რომ 10 პიქსელი ზემოდან 20-დან 20 მარჯვნიდან და დანარჩენი ნოლები. არა. ეს ნიშნავს რომ ზემოდან და ქვემოდან არის 10 პიქსელი და გვერდებიდან არის 20 პიქსელი. ეს ვრცელდება სხვა რაღაცებზეც და მაგას მე განახებთ. თუმცა ძირითადი წესი ესეთი არის CSS-ში. ამაზე ხო რა გაგვთ რაიმე შეკითხვა? რამე თუ გაუგებარი იყო. ოკეი. ეს არის merging და კი ბატონო, merging-ი მივეცით. კარგია. მოდი ახლა მოვიცეთ border-ი. border-ი ძალიან მარტივად იწერება და border-ს გადაერცემა 3 რაღაც. ეს არის border-ის სისქე რამინდა იყოს 1 პიქსელი. border-ის ფერი რამინდა რო იყოს მოდი შავი და რა სტილის border-ი მინდა რო იყოს. შეიძლება რომ იყოს სული border-ი, შეიძლება იყოს წყვეტილი border-ი, თუ მინდა რომ იყოს სული border-ი, წერთ solid-ს, ესე. დავასეივებ ახლა მე ამას. ესე. და როგორც ხედავთ, border-ი მიეცა. თუ solid-ს არ დავწერთ, შემიძლია რომ დავწერო dotted. ეს იქნება, ნახეთ, წყვეტილოვანია რა. მოდი იყოს solid. ოკეი. ეხა უკვე ნახეთ რა ხდება და რატომ მიდივარ აქეთკენ. ეს რასაც უყურებთ წეღარაც ვახსენე, ხო, ეს რაღაცა 4 სხვადასხვა შრე არის box მოდელი HTML-ის, რაც არის ამომავალი წერტილი ყველა ელემენტის და ზოგადად თლიანი HTML-ის. და რას გვეუბნება ის, რომ ყველა ელემენტს გააჩნია თავისი უშუალოდ სუბთად, რაც არის სიგანე და სიმაღლე, ანუ ეს box-ი, რაც არის ლურჯი ფერით ამ შემთხვევაში. გააჩნია ფედის ცოტა ხანი გადავახტები, გააჩნია border-ი, ხო, რაც გარედან ერტყმის და კიდევ გარეთა შრე რაც არის უკვე merging-ები, რაც გამოხატავს დაშორებას სხვა ელემენტებიდან. მაგრამ კიდევ ერთი რაღაცა არის აქ, padding-ი, არ ვიცი რატომ, მაგრამ padding-ის გაგება უფრო უჭერთ ხოლმე ყოველთვის. და ბოლოს მაგიტო მოვიტოვე, თუმცა ძალიან მარტივია მართლა. padding ხშირად ეძახიან merging-ში ერევათ ხოლმე, მაგრამ არაგერიოთ და იმედია რომ არაგერევათ. მაგრამ მაინც ეს ეძახიან ხოლმე შიდა merging-ებს ეძახიან რა. ანუ უფრო მარტივად გეტყვით, ეს არის დაშორება ელემენტის სუბთა აი box-იდან border-ამდე. ეხა ხო არაფერი დაშორება არ აქვს, ხო, ანუ რეალურად box-ია და ეგრევე border-ი ერტყმის, მაგრამ აი შიდა დაშორება შემიძლია რომ გავაკეთო ამ box-იდან border-ამდე. ამიტომ შიდა merging-ი ქვია ხოლმე რატომღაც, მაგრამ მე არ მომწონს ხოლმე ეგ განმარტება, ეგ აბნევს ხოლმე მე ბევრს, მაგრამ ეხა ამიტომ არ გვინდა მაგის გამოყენება. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ეს არის სუბთა ელემენტის box-ი რაც არის, მაგის დაშორება border-ამდე. ეხა მოდი დავწეროთ და ნახოთ როგორ გამოიყურება. padding-ი merging-ისნაირად იწერება ზუსტად, აი ზუსტად ეს დავწერ padding-ი და იყოს 20 პიქსელი. ნახეთ ეხლა რა მოხდება? აი ეს ელემენტი რაც მაქვს, ძალიან მარტივია, ხო? ეს ელემენტი რაც მაქვს box-ი დაშორდა border-ს 20 პიქსელით ყველა მხრიდან. ანუ ჯერ მაქვს სუბთა ელემენტი, box-ი, მე მაქვს უკვე padding-ი, ანუ შიდა დაშორება, ასე რომ ვთქვათ, border-ამდე, მე თვითონ border-ი და ამის მერე გვაქვს უკვე merging-ები, სხვა ელემენტებიდან დაშორება. აი ეს არის ამავე წერტილი მთელი HTML-ის. ყველა ელემენტი აქვს ეს მოდელი, box მოდელი. ხო, ესე ქვია. ეს ანუ იდეაში ხანერთ ეძახიან, მაგრამ box მოდელი უფრო ეს არის. box მოდელი არის ეს, რა ყველა ელემენტს გააჩნია ეს. padding-ი და merging-ი არაგერიოთ. merging-ი არის ამ ელემენტის სხვა ელემენტების მიმართ დაშორება და padding-ი არის შიდა დაშორება border-ის და ამ სუბთად ამ HTML-ის ელემენტის. და ხშირად აღჭირდება ხოლმე padding-ის გამოყენებაც. ეს არის და ეს. მთელი ფილოსოფია ამის მოკლედ რა. padding-ის დაწერა შეიძლება სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვანაირად, ანუ 10 პიქსელი, 20 პიქსელი, 30 პიქსელი, 40 პიქსელი და ნახეთ აი როგორ დაჭდა ხო? აი რო ჩამოვიდე აქ, ესეთი რაღაც მოხდა. და padding-ი გამოყოფილია ხოლმე მწვანედ ყოველთვის, ანუ მწვანე ფერით არის ხოლმე ყოველთვის რა. ხო. ეგეც ჩვენი მოდელი მოკლედ ამ HTML-ის ელემენტების, რაც ასევე ძალიან ფუნდამენტურია და უნდა ვიცოდეთ.
ოკეი, კითხვა ხო რა გქონთ ხა იმაზე რაიმე, რაც არ უნდა იყოს, თუ რამე შემიძლია რომ თავიდან გავამეორო. თუ რამე გაუგებარი იყო. კი ბატონო, ანუ ესეც გავიგეთ, ძალიან კარგი. ხო, იდეაში რაც მინდოდა რომ პირველ ლექციაში თამთაც რომ არ დაიტვირთოთ, იმიტომ რომ ანუ მაინც ახალი მასალა არის და არ მინდა რომ ბევრი რაღაც მოგაწოდოთ ეხლა. თუმცა ეს არის მოკლედ მთელი HTML-ის ფილოსოფია და CSS-იც ვნახეთ, ხო იდეაში რომ ძალიან მარტივია. შემდეგ სემინარზე უკვე ხუთშაბათს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენ CSS. ნახავთ სხვანაირად როგორ უნდა ვწეროთ, უფრო კარგად, უფრო მარტივად, უფრო ორგანიზებულად და ასე შემდეგ. და მოდით ახლა ეს იყოს სულ, რაც ახსენით ამ შემთხვევაში. გადახედეთ თქვენითაც პატარა HTML-ის ფაილი გააკეთეთ, რაღაცეები ითამაშეთ HTML-ის ფაილში, გატესტეთ და ასე შემდეგ. და მოკლედ გიმეორებთ, რომ ძალიან მარტივი არის. უბრალოდ თავარია რომ სწორად წერას მიეჩვიოთ HTML-ის. თუ თავიდანვე სწორ წერას მიეჩვიეთ, ჩავთვალოთ რომ HTML-ი არაფერი არ არის. თუ არასწორ წერას მიეჩვიეთ და მაგ პრაქტიკებს შემდეგ სემინარებში და ლექციებში უფრო გამოიკვეთება, ჯერ დიდად მაინც მაგაზე რო ვისაუბრია, მაგრამ აქედან გეუბნებით რომ სწორად უნდა წეროთ HTML-ი, იმიტომ რომ ხო თუ არასწორად წერას მიეჩვიეთ, მე ძალიან გაგირთულდებათ ყველაფერი ვაფშე. ამიტომ ხო, თავიდანვე მაგაზე აიღეთ ორიენტირი რა. ოკეი. ეს იყო და ეს მოკლედ ამ ლექციაში. თუ გაქვთ ახლა საბოლოოდ რაიმე შეკითხვა, ნებისმიერ რამეზე, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, შეგიძლიათ რომ გკითხოთ. თუ არა და ეგ არის სულ. ოკეი. ანუ კითხვები კიდევ არ გაქვთ. კარგით, მაშინ მეგობრებო, დაგემშვიდობებით და შევხვდებით ხუთშაბათს უკვე სემინარზე. რაც გამოვთოთ. ნახვამდის.